მოგესალმები გიორგი გაბუნიას, რომელიც შემოგვიერთდება ახლა ეთერში. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მოდით გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი ჯერ თავიდან. აი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის შანტაჟის იარაღი იმისთვის, რომ შანტაჟი ზეწოლის იარაღი იმისთვის, რომ კვლავ მოხდეს რადიკალიზაცია პროცესების, მით უმეტეს საარჩევნო პერიოდში. რადიკალიზაციის რესურსი არ აქვს, თქვენ ხშირად გითქვამთ ოპოზიციაზე. შეიძლება რადიკალიზაცია არა, მაგრამ როგორ იმოქმედებს ეს ამომრჩეველზე თუ არყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებით ზუსტად საარჩევნო პერიოდში. რატომ გამორიცხავთ, რომ შეიძლება ამ ნეგატიური ფონი იქონიოს? გასაგებია, კიდევ ერთხელ მადლობა ჩართვისთვის. საეჭვოდ ემთხვევა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა დასავლელი ბიუროკრატების მხრიდან იმ მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ ვხედავთ რა დღეშია დღეს რადიკალური ოპოზიცია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი მათ სურთ გამოიყენონ ერთ-ერთი ინსტრუმენტად იმისთვის, რომ რამენაირად წაახალისონ საქართველოში საპროტესტო მუხტი, შემდგომში უკვე განვითარდეს სამოქალაქო არეულობა და შედეგად მიიღონ ის, რომ გარედან მართული ხელისუფლება მოვიდეს ქვეყნის სათავეში და შემდგომში უკვე მოხდეს იმ დამანგრეველ პროცესებში, გარედავალებების შედეგად დამანგრეველ პროცესებში საქართველოს ჩართვა და იმ საერთო გეგმაში მოქცევა, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს საფრთხე არსებობს ყოველდღიურად და ეს საფრთხე არსად არ გამქრალა და საბოლოო ჯამში რა უნდათ ჩვენგან, რა უნდათ საქართველოსგან, ხო? მაშინ, როდესაც საქართველო განუხრელად იცავს და ასრულებს აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას, აბსოლუტურად ყველა პირობას და კრიტერიუმებს, რაც არის დაკავშირებული ასოცირების ხელშეკრულებასთან, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვესმის კვლავ ესეთი განცხადებები. საერთო ჯამში ჩვენ შორს რომ არ წავიდე, აი ეს სამი მთავარი მიზანი არსებობს და გამოიკვეთა მათი განცხადებებიდან და მათი ქმედებებიდან გამომდინარე, რომ პირველი მათ სურთ რამენაირად საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესები, მეორე რამენაირად მათ მოახერხონ და ამ რევოლუციური პროცესების შედეგად საქართველოში მოვიდეს გარედან მართული ხელისუფლება და შემდგომში უკვე საქართველოს ჩართვა მოხდეს იმ უმძიმეს პროცესებში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს უკრაინაში. და მაინც მე მინდა ჩვენ საზოგადოებას ესეთი რიტორიკული შეკითხვა დაუსვა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენდა პრინციპულობას, არ დაიცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მტკიცედ და იქნებოდა ასე ვთქვათ მოწყვლადი და გაყვებოდა ევროპელი ბიუროკრატების იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ გვთავაზობდნენ კადრს მიღმა თუ უკვე საჯაროდ. და საქართველოს შეესრულებინა ის დირექტივები, რომელიც გარედან მოდიოდა. პირველი დავიწყებ სანქციების საკითხით, როდესაც უკრაინაში დაიწყო საბრძოლო პროცესები და რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, საქართველოს მიმართ დაიწყო მოწოდებები, რომ დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ევროპელი ბიუროკრატების არაერთი განცხადება გვახსოვს ამასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი შიდა მოსყიდული ოპოზიციის მხრიდან მუდმივად კეთდებოდა, ისტერიულად კეთდებოდა მსგავსი განცხადებები. საქართველოს დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, ეს იქნებოდა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევდა ათასობით და შეიძლება 10,000-ობით სამუშაო ადგილის დაკარგვას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს იქნებოდა მძიმე ფინანსური დარტყმა ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის, ლარისთვის ეს იქნებოდა ძალიან მძიმე დარტყმა. შედეგად საქართველოს აუცილებლად დასჭირდებოდა გარეფინანსური დახმარება, რომელიც რა თქმა უნდა ბუნებრივად და ლოგიკურად უნდა აღმოეჩინა ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს და აქვე იქნებოდა დიდი ალბათობით შემოთავაზება, რომ კი რა თქმა უნდა ჩვენ მოგეხმარებით, ჩვენ დაგიჭერთ მხარს, ვხედავთ რომ ჩვენ გვერდით ხართ, უწესებთ რუსეთს სანქციებს, თქვენ გჭირდებათ ეხლა 200, 300, შეიძლება 500 მილიონის დახმარება, ფინანსური დახმარება, მაგრამ
თქვენ ჯერ უნდა გააგზავნოთ შეიარაღება უკრაინაში. თქვენ უნდა გააგზავნოთ მებრძოლები უკრაინაში. კი ბატონო, ეს არის წარსულის გაგვიჭირდება შემდგომი მხარდაჭერა და მე გარწმუნებთ, ბოდიშ ვიხდი დავამთავრებ. მე გარწმუნებთ თქვენ რომ თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებდით, ისე აღმოუჩნდებოდით უმძიმეს პროვოკაციაში ჩართული და საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი და ჩვენ აქ არ ვიჯდებოდით მშვიდად, ალბათ ვიქნებოდით უფრო სხვაგან საშინელებელი. მე მაინტერესებს აი თქვენს ახსენეთ რომ ეს არის მხოლოდ შანტაჟის იარაღი. ანუ ეს არის მხოლოდ შანტაჟის იარაღი, რომელსაც აქვს გარკვეული მიზანი და ეს მიზანი არის რადიკალიზაცია პროცესების და არარეალური შედეგი, რომელზედაც აქცენტს აკეთებს ევროკომისია, ანუ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. სხვათა შორის, წინა სტუმარს ამასთან დაკავშირებით აქვს ოპტიმისტური განცდა, რომ ეს არ დადგება და რას ემყარება ეს ოპტიმიზმი თუ თქვენც იზიარებთ ამ პოზიციას. საერთოდ მე გეტყვით არის კისინჯერის გამოთქმა, ჰენრი კისინჯერის გამოთქმა, მოგეხსენებათ ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი. ჰენრი კისინჯერს აქვს ესეთი გამოთქმა, რომ თუ არ ზიხარ საერთაშორისო წესრიგის მაგიდაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ მენიუში. და მე მინდა მივმართო იმ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს, რომელსაც ნამდვილი ისტერია კატეხილის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს არასოდეს არ იქნება არც ერთი მაგიდის მენიუში და არავის არ შევაჭმევინებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი სირთულე და ძალიან ბევრი განსაცდელი გაიარა. ჩემი მშობლების თაობამ, ჩემმა თაობამ, პრაქტიკულად წლიდან წლამდე სხვადასხვა პრობლემებისა და გასაჭირის პირობებში გავიარეთ და მოვედით დღემდე. მე როდესაც სკოლაში შევდიოდი, რუსთაველის გამზირი იცხრილებოდა, აფხაზეთის ომი იყო. როდესაც სკოლა დავამთავრე, ეს ვარდების რევოლუცია მოხდა. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინ სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მთელი ერი გალახა რუსთაველის გამზირზე 2007 წლის 7 ნოემბერს. შემდეგ იყო აგვისტოს ომი, საკმარისია. ჩემი თაობა ისე გახდა 30 წელს ისე მიაღწია, რომ ყოველ წელს რაღაცა უბედურება ხდებოდა და ეს უკანასკნელი 13 წელი გახლავთ ის ერთადერთი პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მშვიდი და მდგრადი განვითარება. შეხედეთ, როგორი წარმატებები გვაქვს ჩვენ აბსოლუტურად ყველა სფეროში, როგორი აღმშენებლობაა საქართველოში, როგორი ეკონომიკური წინსვლაა საქართველოში. აბსოლუტურად ყველა სეგმენტი ვითარდება. მე გახლავართ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და მე შემიძლია სრული პასუხისგებლობით გითხრათ, რომ უკანასკნელი ამ 10-12 წლის განმავლობაში მასიურად განახლდა კულტურის ინფრასტრუქტურა, მასიურად განხორციელდა პრაქტიკულად საუკუნის პროექტები საქართველოში და სად ვხედავთ ჩვენ გაუარესებას, ქვეყნის გაუარესებას. ერთადერთი გამოწვევა დღეს საქართველოს რაც აქვს, ეს არის საგარეო პოლიტიკური ფაქტორები. როდესაც ჩვენ ვხედავთ რეგიონში უმძიმეს ვითარებას, მე მხედველობაში მაქვს რუსეთ-უკრაინის ომი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მშვიდად გაიაროს ეს პერიოდი. მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა, მრავალი დაბრკოლებისა, საქართველოს როგორც სახელმწიფო მოახერხა მშვიდი, თანმიმდევრული და მტკიცე პოლიტიკით მოვიდა დღემდე და ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით. მრავალი გამოწვევაა წინ, მრავალი ასე ვთქვათ, სირთულეა წინ და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ჩვენ ამ პირობებში ვხედავთ და ეს ნათლად ჩანს, რომ ევროპელ ბიუროკრატებს არ სურთ ქვეყანაში იყოს ისეთი პოლიტიკური მმართველობა, რომელიც ერთგუნდად არის შეკრული, არის მტკიცე საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაში. მე შეგახსენებთ თქვენ წინა საარჩევნო პერიოდში როგორი განცხადებები კეთდებოდა, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. მუდმივად იყო მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სჭირდება ტექნიკური მთავრობა, საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა. არ გახსოვთ თქვენ ეს მოწოდებები, არ გახსოვთ თქვენ ეს განცხადებები? საპარლამენტო არჩევნები არ იყო დასრულებული. ესეთი სტატუსი, რომ როგორც ჩანს, მოახლოებულ არჩევნებშიც იგივე სცენარის გამეორებას აპირებს ევროკავშირიო. ესეთი პოზიცია ჰქონდა მას წერილიდან გამომდინარე. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს ვარაუდს გამოთქვამს, რომ როგორც ჩანს, ევროკავშირი კვლავაც აპირებს არჩევნებში ისეთ ჩარევას, როგორც წინა არჩევნებში იყო და იგივე სცენარის გათამაშებას აპირებს. ის იმ ხაზის გაგრძელება სცადე, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, პაპუაშვილის პოსტი გულისხმობს ამას. ცოტა დრო დაგვრჩა და მე აუცილებლად ჩინეთზეც მინდა კითხოთ, რომლიდანაც თქვენ ცოტა ხნის წინ ესეთი ჩარევები, ბოდიშვიხტი, მე მინდა დავასრულოთ, სულ ერთი წუთი დამჭირდება. ესეთი ჩარევები მუდმივად ხდებოდა.
მაგრამ ეს საფრთხეები დაასმაგდა მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი. და რატომ? იმიტომ რომ მოიმატა საფრთხეებმა და მოიმატა ინტერესებმა, მათ შორის მავნე ინტერესებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს, როგორი სურვილები იყო საქართველოს მიმართ. ჩვენ გვახსოვს ვეტინგის სისტემა, რომელსაც ცდილობდნენ რომ სასამართლოში დაენერგათ. ჩვენ გვახსოვს პროკურატურის მიმართ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, რომ ცდილობდნენ გაეჩინათ გარკვეული ინსტრუმენტები. მათ სურდათ ქონოდათ საკუთარი ხელი აბსოლუტურად ყველა იმ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში, სახელმწიფო ინსტიტუციაში, სადაც ხდება კანონის აღსრულება, სადაც სახელმწიფო ახერხებს იყოს სამართლებრივი სახელმწიფო და იყოს ჯანსაღი სახელმწიფო. ამიტომ ესეთი გამოწვევები ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს კიდევ უფრო მეტად გაასმაგებული, ვიდრე ეს ქონდა მანამდე. და ეს არის გამოწვეული მავნე ინტერესებით, რომელიც დღეს საქართველოს მიმართ არსებობს. მე მინდა გაგახსენოთ, არაერთი მინდა გკითხოთ თქვენს ვიზიტზე ჩინეთში და იმ მინისტერიალზე, რომელშედაც თქვენ იღებდით მონაწილეობას, ეს რა შესაძლებლობებს ხსნის, რა პლატფორმაა, რომ ვიცოდეთ პირველ რიგში და როგორ დაგვაახლოებს სტრატეგიულ პარტნიორობის ჭრილში ჩინეთთან. დიახ, მოგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტ ქსი ძინპინის ინიციატივით ჩატარდა გლობალურ ცივილიზაციათა სამიტი, კულტურათა დიალოგი, სადაც წარმოდგენილი იყო 140 ქვეყნის დელეგაცია, ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებით, 18 ქვეყნის ლიდერი იყო ჩამობრძანებული, გაიმართა სხვადასხვა ფორუმები, გაიმართა დისკუსიები, მათ შორის პანელური დისკუსიები, განხილული იქნა როგორც კულტურის საკითხებთან ერთად, ასევე განხილული იქნა პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში, განსაკუთრებით კონფლიქტები, რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ასევე რთული ვითარება უკრაინაში და ასევე ხაზგასმული იქნა ჩინეთის უმნიშვნელოვანესი როლი, ჩინეთის როგორც უდიდესი სახელმწიფოსი და ძალიან ძლიერი ძალის მსოფლიოში, რომ მან პოზიტიური როლი ითამაშოს იმისთვის, რათა ჩვენს პლანეტაზე, მსოფლიოში ცხოვრება გახდეს უფრო მეტად მშვიდი, უფრო მეტად განვითარებული და მსოფლიოს საზოგადოებებმა შეძლონ ერთმანეთთან დიალოგი და ამ ნაწილში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურას. ასევე მინისტერიალზე ხაზგასმული იქნა საქართველოს მნიშვნელობა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რომ საქართველო ყოველთვის გახდათ აბრეშუმის გზის ისტორიული მონაწილე და ასევე ხიდი ევროპასა და აზიას შორის, როგორც ეკონომიკური ხიდი, ასევე კულტურათა ხიდი, რომ საქართველო იყო ყოველთვის თავშეყრის ადგილი ევროპულ და აზიურ კულტურათა შორის და ამ პირობებში საქართველომ შეძლო საკუთარი კულტურული ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომ ჩვენ ვართ 8000 წლოვანი უწყვეტი ღვინის ტრადიციის ქვეყანა, ჩვენ ვართ პოლიფონიური მუსიკის ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური ენა, ჩვენი დამწერლობა და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსგავსი განცხადებები ხშირად კეთდებოდეს საერთაშორისო ასპარეზზე, ვინაიდან დღეს ისე როგორც არასდროს ებრძვიან ქართულ ტრადიციებს, ქართულ ღირებულებებს, ის რაზედაც არის დაშენებული ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ყველამ უნდა გააიგოს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასოდეს არ გახდება მოსახლეობა. ჩვენ ვართ ერი, ჩვენ გვაქვს ეროვნული ცნობიერება, ჩვენ გვაქვს ეროვნული აზროვნება და ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია, აი ამ უკანასკნელმა პროცესებმა ძალიან გააღვივა ჩვენში ეს ეროვნული მუხტი და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ 100,000 მოწამის ქვეყანა, ჩვენ ვართ 300 არაგველის ქვეყანა, ჩვენ ვართ 100,000 უსახელო გმირის ქვეყანა და ჩვენთან ფოჩიანი კამფეტებით საუბარი არ გამოვა და ვერ გამოვა. საქართველო განუხრელად დაიცავს, რა თქმა უნდა, ევროპულ გზას, მაგრამ არასოდეს არ დათმობს ეროვნულ ინტერესებს არაფრის ფასად. დიდი მადლობა, გიორგი გაბუნია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასეთი